წყალტუბოს საკურორტო ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. პროცესს დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, იმერეთის გუბერნატორთან, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში შენდება ტურისტული შენობა ნაგებობებიც. ასევე მიმდინარეობს გარე განათების მონტაჟი. სამუშაოს ჯამური ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია. Რამოდენიმე თვეში სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული და შესაბამისად უკვე ვიწყებთ დაგეგმარებას, რომ მოვახდინოთ ტურისტული სეზონისა და თვითონ რეაბილიტირებული წყალტუბოს გახსნა ერთობლივად. მასშტაბური ღონისძიებები, რესტავრაცია ამ კურორტის სხვადასხვა მიმართულებით, მისი ინფრასტრუქტურის, მისი პარკის, მისი შენობების მას დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ჰქონდა წლების წინ და ის გადაიქცევა ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად საქართველოში, მთავარ კურორტად. ყველა წყალტუბოელი იმედის თვალით უყურებს დღევანდელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ჩვენ ქალაქში მიმდინარეობს. ყველა იმედით არის, რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი და თავის მხრივ იქნება გარანტია ეს ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება მომავალი წყალტუბოსი.